მან თქვა რომ ის წავსე იყო აკვარიუმის თევზებით, რომლებიც ხალხმა აქ მართლაც გამოუშვა. ღმერთო ჩემო, ნახე, ეს რა არის? დავიჭირე. ის უზარმაზარია. ეს ისეთი საზიზღარია. მეგობარო, ეს რა არის? სურავს, ცოცხალია. არა. ამას პირანიას კბილები აქვს. რა? რა დავიჭირეთ ეხლა? არ არსებობს. ეხლა ხო არ მეხუმრები? ღმერთო ჩემო, ნახე, არ არსებობს. მოიცადე. ეს პირდაპირ უცხო პლანეტელია, ბიჭებო, ეს ძალიან მაგარია. ერთის დავიჭირეთ? სათხარ. ნახე. როგორ ხარ ბიფინეიშენ? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კიდევ ერთ მაგარ ვიდეოზე ბიჭებო. დღეს ჩვენ გადავარჩეთ მიტოვებულ აკვარიუმის თევზებს ამ გიჟური ადგილიდან, რომელიც ვიპოვეთ. დღეს ღამით აქ ვართ იმავე ადგილას, სადაც ერთხელ ვიყავი დაახლოებით 2 თვის წინ. ეს მაშინ იყო, როცა თქვენგან ერთმა გამომწერმა მომწერა და ეს ადგილი მითხრა. მან მითხრა, რომ აქ სავსეა აკვარიუმის თევზებით, რომლებიც ხალხმა აქ გამოუშვა. ეს არის ხელოვნური ჩანჩქერი, რომელიც ამ უბანში ბუნებრივ ტბორს უერთდება. აქ დაახლოებით 10 სხვადასხვა სექციაა, 10 სხვადასხვა წყლის აუზია. წინა ვიდეოში მხოლოდ 3 მათგანში ვთევზაობდით. თუ მათემატიკას მივყვებით, კიდევ 7 აუზი დავჭა დასათევზაო დღეს. იმ ვიდეოში აქედან ძალიან უცნაური თევზები დავიჭირეთ, მათ შორის აროვანები, ალბინოსი, კლოუნაიფიში, ირიდესცენტური ზვიგენები და კიდევ ბევრი სხვა. ასე რომ დღეს ისევ აქ ვართ, გვაქვს ბადეები, თევზის მახეები. ნახოთ კიდევ რას დავიჭერთ, მეგობრებო, ძალიან აღწოვანებული ვარ. 2 თვეა გასული. შეიძლება ამ 2 თვეში ვიღაცა მართვა მოვიდა და კიდევ მეტი თევზი გამოუშვა აქ. არ ვიცით. ზუსტად აქ ჩემს უკან ის ადგილია, სადაც პირველ ვიდეოში ვთევზაობდით. ბევრი თევზიზი დავიჭირეთ იქიდან. სწორედ იქ დავიჭირეთ აროვანა. რომ დავრწმუნდეთ, არაფერი გამოგჩა, თევზის მახეებს დავდგამთ იქ. შემდეგ კი გადავდივართ ამ ჩანჩქერის მეორე მხარეს და იქაურ აუზებში ვცდით თევზაობას. ჯერ იქ შეგვიმოწმებია, არ ვიცით რა არის იქ, მაგრამ იმის მიხედვით რაც აქ დავიჭირეთ, დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრია, მეგობრებო. ასე რომ ეს ერთი გვაქვს, ერთი ზემოთ არის და კიდევ ერთი გვერდით. 2 თევზის მახე მაქვს თან. ყველაზე დიდ აუზებში დავდგამთ მათ და დავტოვებთ, სანამ მეორე მხარეს დავათვალიერებთ. თელი ღამე იქ დარჩება. მოდი მოვამზადოთ ეს თევზის მახეები და წყალში ჩაუშვათ. ნახეთ მეგობრებო, დღეს ჩვენთან ერთად ეს თევზის მახეებია, 2 ცალი. ეს ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ვიდეოში გავაკეთეთ, ესენი ხელნაკეთი თევზის მახეებია. და აქ არის სათყვარა, რომელსაც თევზის მახეებში ჩავდერთ. კატების საკვები. ყველაფერი ეტანება კატების საკვებს, ასე რომ ცოტას აქ ჩავყრით, ცოტას აქ. ცოტას აქ ჩავყრით. კარგ მუჭას ამაში ჩავყრით. კარგი? ეხლა ბიჭებო, ეს ადგილი მართლა მაგარია. როგორც ვთქვი, ეს არის პოპულარული ადგილი, სადაც ხალხი მოდის და თევზებს უშვებს, თუმცა ეს არალეგალურია, რადგან ეს უკავშირდება ბუნებრივ ტბორს. ასე რომ თუ ეს თევზები ჩანჩქერს გაიქცევიან და ბუნებრივ ტბაში მოხვდებიან, ეს კარგი არ იქნება. ასე რომ ჩვენ სინამდვილეში ფლორიდას სასარგებლოს ვაკეთებთ, როცა მათ აქედან ამოვიყვანთ და ჩემს სახლში, ჩემს ეზოს ტბორებში და აკვარიუმებში გადავიყვანთ. წავედით ბიჭებო. ეხლა ამ თევზის მახეებს წყალში ჩაუშვებთ და ბადის დავიწყებთ თევზაობას. წავედით. კარგი ბიჭებო, ეხლა ჩანჩქერთან მეორე აუზთან ვართ, იქ ჩაუშვებთ ჩვენს მახეს. ღმერთო ჩემო, ყველა ბუჩქეს შევიდა, აქ იმდენი თევზია. ნახეთ აი ერთი აქვეა. კარგი ბიჭებო, ეს აუზი სავსეა თევზებით, მგონი აქ ყველაზე მეტი აფრიკული ციკლიდი დავიჭირეთ. ძალიან აღწოვანებული ვარ, რა იქნება ამ თევზის მახეში ბიჭებო. შეიძლება გაიბიქროთ, რატომ უნდა გაუშვას ვინმემ თავისი ძვირფასი და საყვარელი თევზი. შეიძლება რამდენიმე მიზეზი იყოს. ხანდახან თევზი ბერდება, აღარ უნდათ მისი მოვლა, გადადიან საცხოვრებლად, თევზი ავადდება. რაც არ უნდა იყოს, ბევრი ადამიანი ასე იქცევა. სწორედ აქ ვერთვებით ჩვენ. ჩვენ მათ უკან ვაბრუნებთ და ვაძლევთ ახალ კარგ და მზრუნველ სახლს, კარგი? ეხლა წავიდეთ მესამე აუზთან, სადაც ვთევზაობთ. ის იქრეა. ეხლა მეორე თევზის მახეს დავდგამთ, წავედით. ამ აუზში ძალიან ბევრი ცოცხალი მცენარეა, ეს უბრალოდ სიგიჟეა. როგორც უკვე ვქვი, ეს აუზი უკავშირდება ბუნებრივ ტბორს, ამიტომ ბევრი თევზი და მცენარე ტბიდან აქეთ გადმოდის და იქმნება პატარა ბუნებრივი ეკოსისტემა. ეს ძალიან მაგარია. ეხლა მიზეზი რატომაც ამას ღამით ვაკეთებთ, ისაა რომ ასე ბევრად მარტივია. შეგიძლია ფანარი მიანათო ამ პატარა აუზებს და თევზებს უფრო ადვილად დაინახავ. აი დავდვით ჩვენი თევზის მახე, მეორე მახეც ადგილზეა. იცით ეს რას ნიშნავს ბიჭებო? დროა ბადი თევზაობა დავიწყოთ. ეხლა მივდივართ მეორე მხარეს იმ აუზებთან, სადაც ჯერ არასდროს გვითევზავია. არ ვიცით რა არის იქ. ნახავთ რას ამოვიყვანთ აქედან. წავედით. ნახეთ ეს ბიჭებო, ეხლა პირველ აუზთან ვართ, გადავდივართ მეორე მხარეს. და ეხლა დავინახე როგორ შევარდა უფრო დიდი თევზი ამ ბალახებში, არ ვიცი რა თევზია ამ ბალახებშია დამალული, უბრალოდ ბადეს ავიღებ. 3, 2, 1. მიდი. იმედი მაქვს დავიჭირეთ ბიჭებო. არ ვიცი რა იყო, რაღაცა ლოკოს გავდა. აქ ბევრი ფულია, უნდა დავაცალო. დავიჭირეთ. აქ შეხედეთ. ღმერთო ჩემო. მგონი უბრალოდ სინოდონტისია. დიახ, ჩვენი პირველი მაგარი თევზი ამ ღამით არის სინოდონტისი ბიჭებო. ეს ხო სიგიჟეა. შეხედეთ მას. სულ პატარაა, ეს მართლა მაგარი თევზია. ძალიან მიყვარს ესენი. სინოდონტისები ქვიათ. ცოტა უფრო დიდები იზრდებიან. ეს კრამფიში არაა. ასე რომ, ვიღაცამ ალბათ აქ მოიყვანა და გამოუშვა. ვინ გააკეთებდა ამას? შეხედეთ მას. შეხედეთ მის საყვარელ პატარა სახეს. რატომ უნდა ეკნა ვინმეს ეს მისთვის?
კარგი. ეხლა ავავსებთ ვედროს, პატარა ვედროს იმ მაგარი თევზებისთვის, რომლებიც ჩემს სახლში უნდა წავიყვანოთ. ამბიციას ჩავუშვებ შიგნით და გავაგზავნებთ. მოდი ძმაო. აი ესე. კარგი, ნახეთ ბიჭებო, მეორე მხარეს გადავედით. აქამდე აქ არ ყოფილვართ, მაგრამ ბევრად უფრო დიდია, შეხედეთ ამას. ო, დიახ. ეს ტერიტორია ბევრად დიდია, ასე რომ ეს აუზი შეიძლება ნიშნავს, რომ აქ უფრო დიდი თევზები არიან. ბევრად დიდი ტერიტორიაა. შეიძლება ბევრად მეტი თევზიც იყოს, უნდა ვნახოთ. მგონი იმ ტოტების ქვეშ თევზებია. ეს ტბა უზარმაზარია. დიახ, ეს მართლა გიგანტურია ბიჭებო. ო, ღმერთო ჩემო. ნახეთ, ღმერთო ჩემო. ღმერთო ჩემო. აქ კოია ბიჭებო, ხედავთ? ულამაზესია, ნარინჯისფერი და თეთრია. შეხედეთ მათ, ეს ძალიან მაგარია. აქ ნამდვილი კოია ბიჭებო. ნახეთ ეს. მოდი ძმაო, მოდი სახლში წაგიყვანთ. ო, მოდის. ღმერთო ჩემო, თითქოს ეხლა სიუორდში ვართ. ეს მხოლოდ ერთი აუზია ბიჭებო. როგორც გითხარით, კიდევ ბევრია. ეხლა მათაც ვნახავთ. მგონი ერთი სწორედ აქ არის. შენ დიდი თევზები არ დამინახავს, მაგრამ რაღაც უცნაური მღვიმეები ჩანს. თითქოს ვიღაცამ გააკეთა, აი პატარა ქვების გროვაა. თითქოს ვიღაცამ თევზისთვის გააკეთა, რომ შიგნით შევიდეს. ასე რომ, ვინც ამ თევზებს აქ უშვებს, შეიძლება მართლა აკეთებდეს პატარა მღვიმეებს, რომ თევზები შევიდნენ. და ეს დიდი მღვიმეა, ეს შეიძლება ნიშნავდეს დიდ თევზს, ძმაო. და ეს უბრალოდ გრძელდება და გრძელდება, ნახე ეს. ეს ერთი შედის პატარა მღვიმეში და მერე კიდევ ერთში გადადის. ბევრ თევზსაც ვხედავ, მგონი ბადეს ავიღებ, დავისხებ ბადით აქაურობის გაჩხრეკას და ვნახოთ რას ამოვიყვანთ აქედან ბიჭებო. როგორც ჩანს დღეს ბევრ თევზს დავიქერთ. კარგი, წავედით ბიჭებო, წყალში შევდივან. ხოი, იქვეა. ამ მგონია რომ ბადეში ჩავიგდო, მაგრამ სადოთ? ო, აქ კიდევ რამდენი თევზია, ნახეთ ეს. თევზები ყველგან არიან. ო, ეს ძალიან მაგარია ბიჭებო. მგონი ის ყველა იმ სცენარის ქვეშაა. ბიჭო, ის მეორე მხარესაა. ო, რა სწრაფია, ნახეთ ეს ბიჭებო. ეხლა კოისთან მივდივართ, ის ამ კუთხეშია. აი ისიც. მოდი, შედი ბადეში ძმაო. ვცდილობ სახლში წაგიყვანოთ. ჩემს სახლში კარგი მოსიყვარული ოჯახი გველოდება. მოდი, მას ძალიან ბევრი მეგობარი ეყოლება. მოდი ძმაო. ო, არა. მოდი. დავიჭირე. ეს ბევრად უფრო ადვილი იყო ვიდრე მეგონა. შეხედეთ ამას ბიჭებო. ჩვენ კოი გვყავს. თანაც რა ლამაზი კოია. არ მესმის ვინ მოიშორებდა ასეთ თევზს? ჩემთვის ეს სიგიჟეა. ეს ძალიან ლამაზი, ძვიადგირებული მშვენიერი კოია. ო, შეხედე ამას. ესეც განსაკუთრებულია, მას სარკისებრი ქერცლები აქვს. ხედავ ამას? დიდი ქერცლები აქვეა, ლამაზია, ძალიან ელეგანტურია. კარგი, ახლა ამ ბიჭს მთავსებთ ვედროში. პრობს, გამაგრილებელი ყუთი უფრო დიდი თევზებისთვის თუ შეგხვდება, მაგრამ ახლა ჩვენ ყავს სინოდონტისი და ლამაზი კოი. შეხედეთ ამას, ეს ძალიან მაგარია ბიჭებო. მიდი დიდო, ღმერთო ჩემო. ცოტა დიდია ამ ვედროსთვის, შორიდან მეგონა რომ პატარა იყო. კი, საკმაოდ დიდი კოია, კარგი. არ ვიცი კიდევ არის თუ არა აქ კოი. გონია რომ თუ კიდევ იქნებოდა უკვე დავინახავდით, მაგრამ ძებრას გავაგზავნებ, კიდევ დავათვალიერებ და ვნახავთ კიდევ რა მაგარ თევზებს ამოვიყვანთ აქედან. აი ესე მგონია რომ ბადეს აქ ამ ხეების ქვეშ ჩაუშვებ. 3, 2, 1. აჰა, კი, ბევრი თევზი დავინახე, იქ იმალებოდნენ, მაგრამ დავიჭირეთ, კი, ეს არის კითხვა, ღმერთო ჩემო. თევზი დავიჭირეთ, შეხედეთ ამას, რა ლამაზია. ეს ტეხასური ციხლიდია, ბიჭებო, შეხედეთ ამას, ულამაზესია. მიდი მეგობარო, დრევანდელი მესამე ნადავლი, ეხლა ბადეს აქ ამ ბუჩქის ქვეშ ჩაუშვებ. აი ესე. ო, ეს ცოტა საშიშია, რა მოხდება თუ აქ უზარმაზარი თევზია? ო, ღმერთო ჩემო, როგორც კი ვთქვი, ეგრევე უზარმაზარ თევზს დავეჯახე მგონი. ამ ბადეში არაფერი იყო, წავედით, ვაგზელებთ, ნახოთ კიდევ რას ვიპოვით. ღმერთო ჩემო, პატარა ნარინჯისფერი თევზია. სად? ღმერთო ჩემო. ეს პატარა ციხლიდია, მოდი აქ მეგობარო. მოდი მეგობარო. არა, სად გონია რომ მიდიხარ? სად გონია რომ მიდიხარ? დავიჭირე. შეხედე ამას. პატარა ნარინჯისფერი აფრიკული ციხლიდია. რა ლამაზია. ეს მაგარია. კარგი თვალი გაქვს ელენ. ეს პატარა ნარინჯისფერი თევზია. აი ესაა რაც კოი გვეგონა. ყავს სინოდონტისი და ორი სახეობის ციხლიდი. უკვე კარგი მრავალფეროვნება. შვენიერია. მიდი მეგობარო, წადი შენს მეგობრებთან. უკვე 4 თევზი მყავს, კარგი ბიჭებო. ამაუში საკმაოდ ბევრი თევზი დავიჭირეთ და დღეს ღამით ვიკვლევთ, ეხლა ვცდილობ სხვა თევზებიც ვიპოვოთ და ვნახოთ რა არის იქ. კარგად დავიწყეთ, უკვე 4 თევზი გვიყავს მეგობრებო, ვნახოთ კიდევ რას ვიპოვით. კარგი, ისევ დიდაუსთან ვართ. აქ ვნახეთ ის გამოქვაბულები, რომლებიც ვიღაცამ გააკეთა, დიდ თევზებს აქ არ შევხედრივართ, მაგრამ აქვე კიდევ ორი პატარა აუზია, ეხლა მათაც შევამოწმეთ და ვნახავთ რა ცხოვრობს იქ. ეს ბევრად ვიწროა ვიდრე ეს. ღმერთო ჩემო, ეს რა არის? ეს რა არის? მგონი პლეკოა, არა? ალბინო პლეკოა ვფიქრობ. მოდის ჩვენსკენ. ხო, მოდის ინათლეზე. ღმერთო ჩემო, ეს ალბინო პლეკოა მეგობრებო. ცდი ხელით დავიჭირო მეგობრებო. ეხლა მივედით და პირველი რაც დავინახეთ, ალბინო პლეკოა. ეს ძალიან კარგია. ო, მოძრაობს, მოდი მეგობარო. მოდი შენს მამასთან. დავიჭირე. ო, რა დიდია. ძალიან ბასრია. ეს ხო, ეს სხვანაირი, უბრალოდ ალბინო არა. ეს სინამდვილეში ალბინო ბრისლნოუზია. ღმერთო ჩემო, ჰელენ შეეხე მისახეს. რა რბილია. ღმერთო ჩემო. ეს ნამდვილი უცხო პლანეტელია ბიჭებო, რა მაგარია. აი ჩანჩკერში კიდევ ერთი ძალიან მაგარი თევზი ვიპოვეთ. აქ ვიღაცამ გამოუშვა, ვიღაცამ აქ დატოვა
და ეხლა სახში წავიყვანთ ბიჭებო, ნახეთ. მალე მოგვიწევს ეს ბიჭები იმ გამაგრილებელ ყუთში ჩავდოთ. სწრაფად ვავსებთ. კარგი, აქ კიდევ ვცდილობთ ბადით დაჭერას. ნახოთ კიდევ რა შეგვიძლია დავიჭიროთ. ცხალი ძალიან ტალახიანია, ასე რომ ვერაფერს ვხედავთ. უბრალოდ ბრმად უნდა ვსინჯოთ ბადეები და ვნახოთ გაგვიმართლებს თუ არა. ბუმ, ეს რა იყო? გაიგონე, აქ თევზია. ეს გიგანტური ბლუგილია. ჰეი, ძმაო, შეხედე ამას, ეს დიდი ბლუგილია. ეს სინამდვილეში ფლორიდის ადგილობრივი სახეობაა. ეხლა მეეჭვება ვინმე ეს ბიჭი აქ შეგდოს. ალბათ როცა პატარა იყო, ტუმბომ შეიწოვა, მერე გაიზარდა და ასეთი გახდა. ასე რომ ამ ბიჭს დავეხმარებით და დიდაუსში გადავუშვებთ, სადაც მისი ადგილია. მიდი ძმაო. ღმერთო ჩემო, აქ ძალიან ბევრი ტალახია. უბრალოდ უნდა დავაცალოთ, ღმერთო ჩემო, შეხედედი ამას, ჩემი მთელი ბადე ეხლა ტალახითაა სავსე. რაღაც აუცილებლად უნდა იყოს შიგნით. ეს ძალიან ძიმეა, შეხედეთ ამას. მოდი. რაღაც აუცილებლად უნდა იყოს აქ. ეს რა საზიზღარია. რა საზიზღარია, ბიჭებო. აი აქ არის. ღმერთო ჩემო. კი? აქ პატარა თევზია. ეს რა არის? ეს რაღაც სახის ციხლიდია. ცოტა ტეხასის ციხლიც გავს, უბრალოდ ისეთი ლამაზი არაა. ამ ბიჭს ვაგდებთ ვედროში. კიდევ ვინმე აქ? ღმერთო ჩემო. ეს რა არის? რა ლიპლიპაა. ცოცხალია. ეს რა არის? ეს რაღაც უცხო პლანეტელს გავს. მოიცა, ადრე დამიჭერია ეგეთი. დამავიწყდა რა ქვია. სინამდვილეში ეს რაღაც სახის დანის თევზია. ჩავაგდოთ ვედროში და ვნახოთ თუ გაინძრევა. მოიცა, ინძრევა. ცურავს. ცოცხალია. ეს რა ჯანდაბაა? მართლა მაგარია ბიჭებო. ამ პატარა აუზებიდან ბევრ თევზს ვიჭერთ. გავაგრძელოთ, ვნახოთ კიდევ რას ვიპოვით. ღმერთო ჩემო. რა? ეს რა არის? ობობები. ჩემზე იმდენი ობობა რა იყო რა? რა ნახე? ეს რა არის? ეს დიდი თევზია. ეს ვერცხლის დოლარია. ღმერთო ჩემო. არა, ეს პაკუა. ეს პატარა პაკუა. არა. ეხლა აქაა ქვემოთ. სად წავიდა? ეხლა ამაუშია. უბრალოდ გადმოხდა. მგონი უნდა რომ გადავარჩინოთ. უბრალოდ უნდა ავიღო რამდენიმე შემთხვევითი ბადე. მოდით ნახოთ, შევძლებთ თუ არა მათ დაჭერას. ეს პატარა პაკუ იყო როგორც ჩანს ბიკებო. ეს სიგიჟეა. მოიცადეთ, კიდევ ერთი თევზია იმ ქრისთან. ქრის ქვეშა. აქა ამ დიდი ქრის ქვეშ. მზად ხარ? 3, 2, 1. დავიჭირეთ. არა, უბრალოდ ხრელიდან გამისხდა. უკვე დაჭერილი მყავდა, არა. როგორც კი ცხალი აქ მღვრიე ხდება, თევზის დანახვა ძალიან რთულია. ასე რომ უბრალოდ უნდა ავიღოთ ბადეები და ვეცადოთ დავიჭიროთ. არ ვიცი რა იყო ეს, მაგრამ რაღაც იყო იმ ქვის ქვეშ. ღმერთო ჩემო, მოიცადე. მგონი დავიჭირეთ, ბადეშია. მეწოდება რაც იქ ცხოვრობს. ასე რომ სინამდვილეში კარგია რომ სახლში მივიყვანთ. ღმერთო ჩემო, აქა. ეს პატარა კლოუნის დანის თევზია. არ არსებობს. შეხედე ამას. ტალახშია ამოსრილი. კარგი უნდა გავრეცხოთ. რა ლამაზია. მოიცადე, მგონი ეს სამეფო კლოუნის დანის თევზია. ნახე რამდენი ლაქა და ხაზი აქვს. ეს განსაკუთრებულია. კარგი, ამ ბიჭს ვათავსებთ ვედროში. ეს მართლაც კარგი აღმოჩენაა. აი ასე მეგობარო, შეხედე ამას. რა მაგარია. აქ მართლაც უცნაური რაღაცებია ბიჭებო. სად ხარ? მოიცადე, ეგ ხო ის არ არის? მგონი ისაა. ეგ არის. დავიჭირე. შეხედე ამას. ეს პატარა წითელმუცელა პაკუა როგორც ჩანს. რა კარგია. ვიმედოვნოთ რომ პირანია არ არის. ეგ არალეგალური იქნებოდა. მაინც საკმაოდ უცნაური კბილები აქვს პაკოსთვის, შეხედე მაგას. პაკოს ხო ადამიანივით კბილები აქვს. ჩვეულებრივ ასეა. ამას კი პირანიას კბილები აქვს. შეიძლება პირანია იყოს, არ ვიცი, თუ ასეა ციხეში მივდივართ. ჰელენმა დაიჭირა, იცი რა, უბრალოდ კითხვებს აღარ დავსვამ, შედი ვედროში. ეხლა როგორც თქვი, ამ ჩანჩქერთან ბევრი ესეთი აუზია, ასე რომ გავაგზელებთ. გავაგზელოთ ძიება და ვნახოთ კიდევ რას ვიპოვით. წავედით. ბიჭებო, შეხედეთ ამას, დიდ აუზში ვართ. მგონი პირველი დიდი თევზი ვიპოვე. სძინგავს რა არის? არა. ხედავ მას. რა არის ეს? ღმერთო ჩემო. ფეხში. ეს რა ჯანდაბა იყო? ღმერთო ჩემო, ეს რა არის? მოიცადე. რა? ეგ არისო, ხომ ასეა? ეგ არის კატფიში? არ ვიცი ეს რა არის, ეგ ბულჰედია თუ რაღაცა მსგავსი. დაგიჭირე. კარგი. ჩვენ ვეძებთ დიდ თევზს, რომელმაც ჰელენს თავს დაესხა. და ამ ბიგს გადავაწყდით. ეს რაღაცის მსგავსი რა? მოიცადე ერთი წუთით. ის თითქოს ამწყნარებს, ღმერთო ჩემო, შეხედე მის პირს შიგნით, უზარმაზარი პირი აქვს. ეს რა უბედურებაა? ეგ გოპერის კატფიშია, ან გონია გოლპერის კატფიში იყოს. დასაკეთებს, რა ჯანდაბა დავიჭირეთ ეხლა? დაწერეთ კომენტარებში თუ ვიცით იმ თევზის სახელი ბიჭებო. კარგი პატარა უცნობი სახეობის კატფიშია, აი ასე. ეს არის პირველი თევზი, რომელიც დიდი აუზიდან ამოვიგეთ. არ ვიცი კიდევ რა არის შიგნით. ერთი თევზი კი დავიჭირეთ, ეგ ერთი თითქოს სავსეა. ვნახოთ კიდევ რას ამოვიგებთ იქიდან. ნახეთ ეს ბიჭებო. აქ პატარა შლაკობლოკია, ვიღაცა მაგ დადო.
ღმერთო ჩემო, თევზია. მოიცადე, კარგი? ეხლა შიგნით თევზია. ნახოთ რა არის. 3, 2, 1. მოდი, ვითხარი რომ დავიჭირე. მოიცადე. რაგას დავიჭირე? ეს ციკლიდია, აფრიკული ციკლიდი. აი ეს პატარა აფრიკული ციკლიდია. კარგი, ეს ბიჭები იქ არიან. მოიცადე, კიდევ რაღაც არის. ნახე? შეხედე ამას. ეს მწვანე ტერორს გავს ჯეკ დემსისავით ალბათ. ეს მართლა მაგარია. ამაუზებში ბევრი ციკლიდია, ალბათ იმიტომ რომ ისინი ძალიან სწრაფად მრავლდებიან და გადაჭარბებულად მრავლდებიან. კიდევ ორი თევზი დავამატეთ იმ ვედროს, სადაც დასატოვებელ თევზებს ვაგროვებთ. აი წავიდნენ. ქედავ ქვის ქვეშ, იქ თევზია. მგონი ისაა, რომელიც გადმოხტა და დაგარტყა. დრო აგავიგოთ რა არის. ხო, ჩემი შური იძიე. დავიჭირე, მოიცადე. ხო. ეს პაკვა, ჰელენ. ზუსტად მეორეს გავს. ეს საოცარია. კარგი, ეს დღევანდელი ჩვენი მეორე პაკვა. და აი, წავიდა. ეს ძალიან საშიშია. ვერაფერს ხედავ. მოიცადე, ეს რა ჯანდაბაა? ლურჯი აკარა, ჰელენ. ეს ახალი სახეობაა, რომელიც დღეს ღამით დავიჭირეთ. კიდევ რაღაცა, შეხედე ამას. მგონი ეს კონვექს ციკლიდია. კიდევ ერთი პატარა ჩვეულებრივი ციკლიდი. ორი ახალი სახეობა, რომელიც აქ ჯერ არ დაგვიჭერია. ასე რომ ეს მართლა მაგარია. აი წავიდნენ. ბევრს ვიჭერთ, ბევრად მეც ვიდრე ველოდი. ქევზის მახეებამდეც კი ჯერ არ მივსულვართ. ეხლა ამ თევზებით სავსე რედროს ავიგებთ და თევზებს საგრილებელ უჩში გადავიტანთ. მერე გავაგზავნებთ კიდევ მოვძებლის წევ ნახავთ, კიდევ რას ვიპოვით. ნახე რამდენი თევზი გვაქვს, პაკუ გვაქვს, კოი გვაქვს, კლოუნ ნაიფიში, რაღაც ლოკო, შეხედე ამას. აქ იმდენი თევზია. რაღაც საოცარი რამეები გვაქვს. ანუ, შეხედე ამ ლოკოს. მინდა ვიცოდე რა არის ეს, იმიტომ რომ ძალიან მაგრად გამოიყურება. ცოტა გოლიათ გრუპერს გავს. ეხლა ბიჭებო, წავიდეთ და ვნახოთ ის ადგილები, სადაც ჯერ არ გვთევზავია, ვინ იცის კიდევ რას დავიჭერთ. წავედით. კარგი, ეს ცოტა სახიფათოა, რადგან ამაზე უნდა გადავიდეთ, რომ იმ მხარეს მივიდეთ, იქ ჯერ არ ყოფილვართ. ხო, შეხედე ამას, ეს კარგი ჩანს. ღმერთო ჩემო, ეს რა არის? მოიცადე. ღმერთო ჩემო. ჰელენ, ნახე ეს, ჯერ არ დამინახავს. არ არსებობს, არა სერიოზულად, ეხლა ხუმრობ, ხო? ნახე ეს, დაახლოებით 10 წალია ესენი ალბინოსი აროვანებია. სინათლის გარეშეც კი დავინახე, ისე გამოირჩევიან, თვალში გეცემა. ხუმრობ, ჰელენ, ალბინოსი აროვანები. ეს ჩემი ოცნების სახდენა. ჩვენ არასოდეს დაგვიჭერია და ალკოოლია ალბინოსი აროვანი. ეხლა 4 მყავს. ეხლა 4 ყავს, შეიძლება მეტი იყოს. მოიცადე. როგორ ჩავიდეთ იქ? არც კი ვიცი როგორ უნდა ავიყვანოთ ისინი. ძალიან აღფრთოვანებული ვარ. ეს სიგიჟეა. ბიჭებო, ეს უბრალოდ გიჟურია. კარგი, უნდა გავიგოთ როგორ ჩავიდეთ იქ. კარგი, წავედით. აი ეს, ნახეთ, აი ერთი იქვეა. კარგი. წყალი ძალიან მღვრია. ეს კარგი არ არის, კარგი. ვედრო ავავსეთ, ბიჭებო. შეიძლება ვიღაცამ თავისი პატარა ნიანგი აქ ჩააგდო, ნახეთ, აი ერთი იქვეა. მოდი მეგობარო, გთხოვ არ გადახტე, დავიჭირე. ხტება, ნახე, სულ გაგიჟდა. ღმერთო ჩემო. ძმაო, მართლა ვერ ვიჯერებ. გადახტა, არ ვიცი საწავიდა. აი იქ არის. რას აკეთებ მეგობარო? კარგი, მოდი ვედროში ჩავაგდოთ, სანამ ის არ დაგვეპარება. შეხედე ამას. ეს ალბინოსია, ვიცით რომ კიდევ არიან. მოდი ეს ვედროში ჩავაგდოთ და დანარჩენებიც ვიპოვოთ. კარგი, მიდი მეგობარო, შედი ვედროში. შეხედე მას. რა საყვარელია. კარგი, სად არიან დანარჩენები? ღმერთო ჩემო, მოიცა, იქაც არის ერთი. ნახე, ხედავ? ეს ის არის, რომელიც ვნახეთ. შენს უკანაც არის ერთი. ღმერთო ჩემო. მოდი. დაგიჭირე. კიდევ ერთი ალბინოსი აროვანა. ვერ ვიჯერებ რომ ამას ეხლა ვამბობ. კიდევ არის აქ ერთი? გონი დავინახე, ხო, ნახე? სად არის? აი ის. მოდი მეგობარო, შედი ბადეში. არა. უნდა დაველოდოთ რომ თვითონ მოვიდეს ჩვენთან, რადგან იქ ქვემოთ არ ჩავდივარ. ის შემდეგში ჩავა. მერთო ჩემო, დავიჭირე. მერთო ჩემო, ის უბრალოდ ჩავარდა შემდეგში. კიდევ ორი ალბინოსი ყავს, ეს ძალიან გიჟურია. მოდი ჩავასხათ ვედროში. თქვი რომ 4 ნახე? 4 ხო? კარგი. კიდევ ერთ ვეძებთ, უკვე 3 ყავს. ნახეთ ბიჭებო, კიდევ ორი ვედროში მიდის. მერთო ჩემო. კიდევ ერთი არის? ნახეთ ეს. კიდევ ორი ვედროში გვაქვს. ჰელენმა კიდევ ერთი შენიშნა. რა ხდება? ეს დაახლოებით $1000. ეს პირდაპირ $1000 ღირებულების თევზია. ნომერი 4. დავიჭირე. ეს სიგიჟე იქნებოდა თუ. ისენი რომ ჩვეულებრივი აროვანები ყოფილიყვნენ, ესეც სიგიჟე იქნებოდა, მაგრამ არა. ისენი აბსოლუტურად ალბინოსები არიან. და 4 მათგანია. ვფიქრობ ისინი საკმაოდ ძვირად ღირს. ალბინო აროვანები ხომ ძალიან მაღალი კლასის თევზებია. კარგი, ნახეთ, მე-4 ვედროში მიდის. ეხლა 4 სახელი უნდა მოვიფიქროთ. Eddie, Freddy, Teddy, Jenny. კარგი, უკვე ყავს Jenny.
თქვენ თითქოს დაკარგეთ ის. ეს სიგიჟე იყო ბიჭებო. დარწმუნებული ვარ, აქ კიდევ ბევრი თევზია. ეს კიდევ ერთი დიდი აუზია, მაგრამ ამ ალბინოს აროვანები უნდა დაგვეჭირა. ისინი ძალიან გამოიჩეოდნენ. კარგი, ვფიქრობ ასე უნდა მოვიქცეთ. ეხლა ორი თევზის მახე გვაქვს. ვფიქრობ თევზის მახეები უნდა შევამოწმოთ და მერე ეს ბიჭები სახლში წავიყვანოთ. კარგი, ეხლა ბევრი ძვირფასი თევზი გვაქვს. და რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივიყვანოთ ისინი ჩემს სახლში. მოდით წავიდეთ, შევამოწმოთ მახეები და ვნახოთ რა დავიჭირეთ. კარგი, ამაზე არ გვიფიქრია, მაგრამ ეხლა პირდაპირ გაჭედილები ვართ აქ ქვემოთ, ასე რომ უკან დასაბრუნებლად ერთადერთი გზა დიდაუსში ჩასვლა არის. ეს ცოტა საშიშია. აუ, ღმერთო ჩემო. ჰელენ, ეს რა არის? რა არის რა? ეს თევზია, ჰელენ. ხედავ ამას. ღმერთო ჩემო, ის ეხლა გაინძრა. ეს გიგანტური თევზია, ბიჭებო. იქ ქვემოთ გიგანტური თევზია, გველ თევზას გავს. სად წავიდა? გაქრა. ეს რაღაც უზარმაზარი იყო, ბიჭებო. ფიქრობ, რაც უნდა გავაკეთოთ, ამ აროვანებს თერმოყუთში ჩავასწავთ და მე აქ დავბრუნდებით და ცოტა მოვძებნით, უნდა გავიგოთ რა არის ეს. კარგი, წავედით. ალბინოს აროვანებს შესანახ თერმოყუთში ვსვამთ. ეხლა ბიჭებო, ის იდუმალი დიდი თევზი, რომელსაც ახლახან გადავაწყდით, ისევ იქ დავბრუნდებით და ვეცდებით გავიგოთ რა არის ეს. მერე ჩვენს თევზის მახეებსაც შევამოწმებთ, იმედია რამე გიჟუსტავით ერთი იქ, წავედით. ნახეთ აქ. ღმერთო ჩემო, უკან იხევს. ოხ, ეს უზარმაზარია. ეს რა ჯანდაბაა, ეს გველთავა არა? გველთევზას გავს. ჰელენ, ეს რა ჯანდაბაა? კარგი, მინდა დავიჭირო, მაგრამ თან არ მინდა, ჯერ არ ვიცი რა არის. რა თუ ელექტროგველთევზაა? ჰელო? ღმერთო ჩემო. ხედავ მის თვალებს. მოიცადე, ღმერთო. ღმერთო ჩემო. ღმერთო. მოიცადე, არ დაადგე. სად წავიდა? უბრალოდ ხო? მართლა, საჯანდაბაში წავიდა ეგრამე. კარგი, ეხლა ხან ისევ დავინახეთ დიდი თევზი, მკვდარს გავდა და უცებ გაქრა. არ ვიცით სად წავიდა, ვიგძენი როგორ მომხვდა სახეში. კი, მაგრამ ეხლა წყალი ძალიან ბინძურია. ვერაფერს ხედავ წყალში, ასე რომ უნდა დაველოდოთ, სანამ გაიწმინდება. აღთოვანებული ვარ. ის პირდაპირ აქ არის. უზარმაზარია. ეს გიგანტური თევზია, ხალხო. პირდაპირ 2 ფუტის სიგრძისა. ღმერთო ჩემო, მისი სახე პირდაპირ აქ არის. ვერც კი დავინახე. თითქოს შენიღბულია, ეს რა არის? გიგანტურ სალამანდრას გავს ან რაღაცას. ღმერთო ჩემო, ხელები აქვს, ჰელენ. იცი ვის აქვს ხელები? ფილტვიანი თევზი. ფილტვიან თევზს ხელები აქვს. მგონი ეს ფილტვიანი თევზია. არ არსებობს. ჩაეტევა ჩემს ბადეში. ღმერთო ჩემო, შეხედე მას. ეს ფილტვიანი თევზია. არ არსებობს. შედი ბადეში. ღმერთო ჩემო, ეს უბრალოდ სიგიჟეა. მგონი ეს ყველაზე მაგარი რამეა, რაც ოდესმე მიპოვია ბიჭებო. ავად არის. შეხედე მას, შეხედე მის თვალებს. თვალები თეთრი აქვს. ღმერთო ჩემო, ჰელენ, ეს უზარმაზარია. ეს ისეთი დიდია, ძალიან მძიმეა. დაახლოებით 10 ფუნტია მართლა. აქ მონსტრები არიან. ეს იყო ბოლო, რასაც ველოდი. ხო, ხედავ მის პატარა ფრთებს. ღმერთო ჩემო. ფილტვიანი თევზის შესახებ თითქმის არაფერი ვიცი. მე თვითონაც უკავს ერთი. ის დაახლოებით ამხელაა, მისი სახელია სლიპი. მგონი ახლა სლიპი სენიორი დავიჭირეთ, ანუ შეხედე სლიპი სენიორს. შეხედე ამ არსებას, ეს სლიპი სენიორია, რა საყვარელია. ღმერთო ჩემო, მოიცადე, შეხედე მის კბილებს. ის არ არის საყვარელი, შეიძლება არც ისე საყვარელია. ღმერთო ჩემო. ლანგვიშის საინტერესო თვისება ისაა, რომ მათ შეუძლიათ ჟანგბადის სუნთქვა. კარგი, ისინი წყლის გარეთ დიდხანს ძლებენ. ვაუ, ალბათ ვიღაცამ ეს არსება აქ, რაღაც მიზეზით მოიყვანა და დატოვა. შეიძლება უბრალოდ ძალიან ბებერი იყო და უნდოდაც მისთვის კალგი პატარა სახლი მოეწყოთ სიბერეში. ან იქნება ავადი იყო, მისი თვალები სულ თეთრია. ღმერთო ჩემო, შეხედე ამ ლანგფიშს, არ ვიცოდი რომ ასეთი დიდი იზრდებიან. მგონი უნდა გადავიყვანოთ მანქანასთან და ჩავდოთ გამაგრილებელში. ხო, მგონი სახლში უნდა წავიყვანოთ. სახლში მივიყვანთ ბიჭებო, ეს უბრალოდ სიგიჟეა ბიჭებო. ერთ-ერთი ყველაზე მაგარი თევზია, რაც კი ოდესმე გვიპოვია, შეხედეთ ამას. ეს არ არის საოცარი. შეხედეთ ჩემს ხელს მის გვერდით. შეხედეთ იმ კუდის ზედეთ, იმ კუდის ზომას. ეს ყველაზე მაგარი რამეა, რაც კი ოდესმე დაგვიჭერია. ეს სიგიჟეა ბიჭებო. ხო, ეხლა კარგად ეტევა, შეხედეთ ამას. როგორ კარგად ეტევა. შეხედეთ მის პატარა ფეხებს. სწორედ ასე მივხვდი რომ ეს ლანგფიში იყო. მისი პატარა ხელები დავინახე. გონი უნდა დავარქვათ სლიპის სენიორი, ღმერთო, რა მაგარი თევზია. კარგი. და კიდევ 2 თევზის მახეც გვაქვს შესამოწმებელი. არ ვიცი კიდევ როგორ შეიძლება უკეთესი იყოს, მაგრამ იქნებ მართლა ასეა ბიჭებო. დავიდეთ და ვნახოთ რა დავიჭირეთ ჩვენს მახეებში. კარგი ბიჭებო, მივედით პირველ მახესთან. ეხლა ვავსებთ ვედროს და ვნახავთ რა დავიჭირეთ. ავიღოთ სუფთა წყალი, აი ესე. ეხლა ამოვიღოთ მახე. აქ კარგახანია დევს, ალბათ 2-3 საათი მაინც. დავიკირე. კარგი. აი ეხლა. ო, ღმერთო. მოიცა ყუთი მოძრაობს. კარგი, დაწმუნებული ვარ, რაღაც დავიჭირეთ. აი ეხლა. 3, 2, 1. არ არსებობს. მოიცა ერთი წუთით. ეს რა ჯანდაბაა? ეს ბუშტა თევზია. შეხედე ამას. რა უნდა აქ ამას? ეს ბუშტა თევზია, მოიცა როგორ? ეს მტკნარი წყლის ბუშტა თევზია.
არ ვიცი, არასდროს მინახავს ესეთი რამ. უზარმაზარია. ეხლა აქ რაღაცა გიჟური თევზები დავიჭირეთ. კარგი. ჩავდებთ მას ვედროში. ბიჭებო, კომენტარებში დაწერეთ, რა სახეობის ბუშტა თევზი იყო ეს. ციკლიდები. ზმაო მოიცა შეხედე ამას, შეხედე ამ ბიჭს. ეს პატარა დიზაინერი პლეკოა, ნახე? მასზე პატარა თეთრი წერტილებია. ო, ეს რა მაგარია. ეს რა არის? ეს კიდევ ერთი უცნაური კადაფიშია, რომელიც არასდროს მინახავს. შეხედე ამას, შეხედე მის პირს. ო, რა უცნაურად გამოიყურება. დღესგამით ბევრ თევზს ვიჭერთ, რომელთა სახელიც არ ვიცი, რაც ძალიან მაგარია. რაღაც კადაფიშს გავს, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს რა არის. კარგი, შევინახავთ, აი მიდის ვედროში. კიდევ ერთი გვყავს, შენ რა ხარ? მოიცა არა, კიდევ ორი გვყავს, მოიცა. ო, ეს პატარა ოსკარია. ღმერთო ჩემო, კი ეს პატარა ოსკარია. და მე ეს ბიჭიც ყავს, ხო ეს ჯაგუარის ციკლიდია. მგონი ამ ბიჭს უკან დავაბრუნებთ, არ გვინდა შევინახოთ. დანარჩენებს კი აუცილებლად სახში წავიღებთ. პირველ მახეში ძალიან უცნაური თევზები დაგვიჭერია. შეხედეთ ამას. ნახეთ ეს ბუშტა თევზი, რა საყვარელია, ძალიან მომწონს. კარგი, ეს უბრალოდ სიგიჟე იყო ბიჭებო. პირველ თევზის მახეში ძალიან უცნაური თევზები დაგვიჭერია. ეხლა მეორე მახეს ვამოწმებთ, ნახოთ რა დავიჭირეთ ამაში. ამ მახეს ამოვიგებთ და ვნახავთ რა დავიჭირეთ. წავედით. მოდი რამე კარგს მომეცი. 3, 2. ო, რაღაცას ვცნობ რომ მოხდა. ღმერთო ჩემო. ჰელე, ნახე? არ არსებობს. ისევ დავიჭირეთ. ისევ დავიჭირეთ ბიჭებო. აქ დავიჭირეთ წინაჯერზე. ღმერთო ჩემო. ზუსტად ამის იმედი მქონდა. ზათხარ 3, 2, 1. დიახ, ღმერთო ჩემო. ორს დავუჭირეთ. შეხედე ამათ. ესენი ალბინოსი კლოუნაიფ თევზები არიან. ღმერთო ჩემო. პატარა ფაიერილი. დიახ, კიდევ პატარა ოსკარები. პატარა ოსკარები და პატარა ფაიერილი დავიჭირეთ. ნახე რა გიჟობა. ეს რა არის? ო, ეს ფაიზერია. ჰელენ, გიგანტური ფაიზერი. შეხედე ამას, შეხედე ფაიზერს. რა მაგარია. ეს პირდაპირ პრეისტორიული თევზია ბიჭებო. ვაუ, ნახეთ ეს. რამდენი მაგარი თევზია. დღეს ბევრი თევზი დავიჭირეთ. ეხლა რას ვაპირებთ? სახლში დავუბრუნდებით და მათ აუზებში გადავუშვებთ. აი მოვედით ბიჭებო, სახლში დავუბრუნდით და ეხლა საკარანტინო აუზთან ვართ. დღეს დაჭერილ თევზებს ამ აუზში ჩაუშვებთ, თუმცა ყველა ძალიან მაგარ და ლამაზ თევზს, რომლებიც დავიჭირეთ განსაკუთრებულებს. თევზების ოთახში პირველად შევუშვებთ თევზებს, მაგრამ სანამ ამას გავაკეთებ, ყველა ეს თევზი კულერშია და ეხლა საკარანტინო აუზში ჩაუშვებთ. წავედით. მოდი კარგად, დიდი ამოვივოთ. აი კოი, აი პლეკო, ღმერთო, შეხედეთ ამდენ თევზს. პაკუები, ციკლიდები, ვაუ, დღეს ბევრი თევზი დავიჭირეთ. შეხედეთ ამას, ლამაზი კოი. აი წავიდა. ეხლა ბიჭებო, დანარჩენ თევზებსაც შევიყვანთ შიგნით. კარგი ბიჭებო, ნახეთ, თევზების ოთახში ვარ, ჯერ არ არის დასრულებული, კარგი, ჯერ შორსაა დასრულებისგან. აქ არსებული აკვარიუმები დროებითია, მომავალში უფრო დიდებს დავაყენებთ. ეს უბრალოდ დასაწყისისთვისაა, რომ თევზები შევიყვანოთ აქ. ეხლა ეს აკვარიუმი აქ ქვემოთ იქნება ის ადგილი, სადაც ყველა მაგარ თევზს დავამატებთ. ალბინოსი აროვანები და მსგავსი რამეები. ეხლა პირველი დამატებები იქნება 2 ალბინოსი კლოუნაიფ თევზი და ისინი უკვე შიგნით არიან. ო, როგორ კარგად გამოიყურებიან იქ. ო, შეხედეთ ამ ბიჭს. აქ პატარა პაპერ თევზს დავამატებთ, იმიტომ რომ მართლა არ ვიცი სხვაგან სად ჩაუშვამ. აი ესე, მაგრამ ღმერთო, შეხედეთ მას, რა მაგარია. შემდეგი ძალიან აგრესიული ბიჭი ყავს, ფაიზერი ყავს, შეხედეთ ამას. აი წავიდა. ვაუ, შეხედეთ ამას. ძალიან მაგარია ამ თევზების აკვარიუმში ყოლა, იმიტომ რომ ეხლა რეალურად შეგიძლია ნახო ისინი. შემდეგი ეს ბიჭი ყავს, შეხედეთ, ჯერ კიდევ ამთქნარებს, შეხედეთ მას. რას აკეთებს, რა უცნაურია. კარგი, შეხედეთ ამას. ო, ღმერთო, რა მაგარია. შემდეგი პატარა baby fire-ის ყავს და მგონი royal clown knife თევზიც. აი წავიდნენ, აი fire-ის წავიდა. და აი clown knife თევზიც წავიდა. ო, შეხედეთ ამბედეთ ამ ბიჭს, კიდევ ერთი უცნობი ლოქოა მგონი. ამასაც დავამატებთ. აი წავიდა, კარგი. ყველაფერი რაც დარჩა ბიჭებო არიან აროვანები, ალბინო აროვანები, მოდი ჩაუშვათ ისინი. აი ერთი წავიდა. ღმერთო, რა ლამაზები არიან. კარგი, მეორე ჩაუშვით. ღმერთო, თეთო, თითქმის ამოხდა, ნახეთ ეს. ერთი ყავს და მეორე ყავს, კიდევ ორი დაგვრჩა. ო, დამშვიდით, გამშვიდით. მეგობრებო, წადით. წადით თქვენს მეგობრებთან ერთად, აი ესე. აი მესამე წავიდა. და აი მეოთხეც წავიდა. აქ 4 ალბინო აროვანა ყავს, რომლებიც იზრდებიან, მაგრამ შეხედეთ ამას ბიჭებო, ნახეთ რამდენი უცნაური თევზი ყავს უკვე აქ. ყველაფერი რაც დარჩა ბიჭებო არის გრანდიოზული ფინალი, უზარმაზარი ლანგფიში და მგონია იდეალური ადგილი მაქვს მისთვის. მოდი ვცადოთ. ო, როგორა? ო, კარგად გამოიყურება ბიჭებო, აი ჩვენი გიგანტური ლანგფიში, ნახეთ ეს. ის უფრო გრძელია ვიდრე კულერი, თავს უნდა მოუხვიოს რომ დაეტიოს. ეხლა ბიჭებო, ვფიქრობ სწრაფად გადავიყვდანთ მასკუს აუზში, სადაც ჩემი მატამატაა და ალბინო ხერხის ნაჩუჩაკუა. ის იმდენად დიდია, რომ მათ ვერაფერს დაუშავებენ და იქ ბევრი ბუნებრივი საკვებია. ბევრი პატარა მოლია, ბევრი პატარა ციხლიდი, იმედია შევძლებთ მის გამასუქებას, კარგ ფორმაში მოყვანას. ხო, წავედით ბიჭებო. ჩავდებთ ბადეში და გადავიყვანთ. მუშტის შეკვრაც კი არ შემიძლია მის გარშემო. ეს ისეთი დიდი თევზია. კარგი ძმაო, მოდი. ღმერთო ჩემო. შეხედეთ ამას. კარგი, წავედით, გადავიყვანოთ აუზში. შეხედეთ ამას.
ეს ძალიან მაგარია ბიჭებო. უზარმაზარი ფილტვიანი თევზი დაემატა აუზს. წავედით, მიდიდიდო. აი წავიდა, შეხედეთ რა დიდია. ღმერთო ჩემო, ეს საოცარია. ეს პირდაპირ ერთ-ერთი ჩემი საყვარელი რამაა, რაც კი ოდესმე დაგვიჭერია. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და გინდათ რომ ისევ დავბრუნდე იქ და მესამე ნაწილი გადავიღო, უბრალოდ ჩამოიწიეთ ქვემოთ და დაალაიქეთ, გამოიწენეთ არხი ქვემოთ. შემდეგ ვიდეოში გნახავთ ბიჭებო, მშვიდობით.